სანადიროდ ლეჩხუმში რაზე დათვზე არა გოგი შენ ხო იცი მე როგორ მიყვარს ლაშიჭალა გიშდები ლაშიჭალაზე მაგრამ მე არ გამოგადგები მაგ საქმეში მე გეტყვი ვინ უნდა წაიყვანო ორი მაგარი მონადირე ვიცი დათო და ლაშა არა გოგი სანდრო ისეა შეშინებული ეგ სანადირო და აღარასდროს წავაგებია კარგია. ირაკლი ბავშვები დავაძინე და აქ არ ვაყარ. ბოდიში მარიკო. გოგი, ერთი წუთი. გოგი, რა მაინტერესებს იცი? შენ რომ მე ვისკი გამომიგზავნე. მაშინ ის ვისკი შოთლობ. ბოდიში ერთი წუთი. გოგი, რა მაინტერესებს იცი? შენ რომ მე ვისკი გამომიგზავნე. მაშინ ის ვისკი გოგი ვერ გელაპარაკები. რატო და აქეთ ბავშვებს ძინავთ, აქეთ დათოს, იქ მათეს და გაიღვიწებს ერთ-ერთი ალბათ მალე და დაგირეკავ გოგი. კარგი, მადლობა. კარგი. ძინავს დათოს კიდე? დათოს ძინავს, მარიკუნა რა მაინტერესებს იცი? მაგას თუ ეგრე ძინავს. ხო, რაღაც აკავებს იმ ოთახს ტყილად. იატაკზე სად დაიძინებს, რა მნიშვნელობა აქვს? იქ დაიძინებს და აქ დაიძინებს. ანაკ დაიძინებს, რა ვიცი. კიდევ გადმოვარდა? რაკნა? ეს რა არის? დათო ეს მამას თქენაფიცქნუფება, მომეცი ეს მაცივარში უნდა შევინახო, დათო შეჭამს. იცი როგორ უყარს ბავშვების საჭმელი? აი იმ დღეს გახსოვს შრის ფაფარო მიყიდე და დავმალე. მაინც იპოვა. როგორ აგნებს ეს ბიჭი რაღაცებს არ მესმის. როგორ აგნებს? მარიკუნა და თხუნელასავით. თხუნელასავით და ულვაშებით. აცეცებს ამ ულვაშებს, აცეცებს და ამ შრიას პოულობს. აი მე მარიკა მეც ხარ მოუშვა ულვაშები. რა კარგი ირაკლი რა. ორი ულვაშიანი რო დაგინახოთ თამსახლში მე წავალ აქედან. მარიკუნა. ხო. მოდი მე და შენ მოუშვათ ულვაშები. მარიკა, წარმოიდგინე ახლა ორი ულვაშიანი რო დაგვინახოს იმან, იქნებ ვერ აიტანოს და ის წავიდეს სახლ. მე ხვდები რო სისხლელებს ლაპარაკო? აი ვიცი, გადავირიე გავგიშტი. ირაკლი, გახსოვს დღეს ძიძა რო უნდა მოვიდეს? ვინ ძიძა უნდა მოვიდეს? აი გადაჩემო რო გირჩია. შალომნა, გვირჩია ძიძა, ასმე ლაპარაკი. მარიკა, მე შენ მზად ხარ მაგისთვის? რისთვის? ერთ წუთი ვერიკუნა. მე აქ ბოლო დღეებია, მეც კი არაფერს არ ვაგეცი. აი, მაგალითად, გულახდილი საუბრები. ნახე? ძიძამ ქმარი წამართვა და სახლიდან გამაგდა. არა, ნახე, ნუ, შეხედე, აი, მეორე დავკარგე ბეჭედი და ეს ბრილიანტის ბეჭედი 10 წლის მერე ძიძის მეორე ძალს ეკეთა მესამე ქორწილში. ირაკლი, შენ სულ გაგაგიჟებს ამ ძველი ჟურნალების კითხვა. რატო ეს ძველი? ახალია, ხო? არა, ძველი რატოა? არა, მომეცი. ესე იგი, ნათელაშვილმა სააკაშვილს საკრებულო დაუთმო. დაუთმო, მაგრამ ალო. ხო ანანო. ხო. რა? არა, ანანო. 13-იანი ნაკიდნოი არა მაქვს. ოიცამო.
მაგრამ რაღაც უბრალო მაქვს თუ გინდა. კარგი. გადმოგიგდე. კარგი. ეს გოგოს გაგიშტა. კიდე ეს უნდა და მას, ა? გეკითხე. მარე! გაიწი! ლუჩულა გო! გაიწი! კარგი. შეიძლება ეს გოგო სუკაყოჩი იყოს ჩამგო. მარიკუნა, ეს რა? ვიზიარებ თქვენ წუხარებას დიდი ბებიის გარდაცვალების გამო. ბოდიში მოუხადე მარიკას, რომ პირადად ვერ ჩამოვედი და ვერ მიუსამძიმრე ლიონელ მესი. რაო მერე, რაო? შენ ისე უმუშევარი ხარ? ეს მესი მიცის იქ, რომ მე აქ უმუშევარი. აუგიაკი. თუ ისე ცოლის ბიძაშვილის იმედზე ხარ. რა? აი მე ერთანაირები ხართ რა. რა გინდა რა, ნუ ისე ჭხიძებს კარგი სანათესაო ყოლია რა. კარგაბლომად დაუდიათ თული. აი საწყალი მაკრინი, აი მართლა დააფასეს. ყოჩახ. ყოხრეიძებს 100 ლარი დაუდიათ. ყოჩახ. ყოჩახ რა, ეხლა 120 ლარის კი შეჭამეს და. და ზევი. ო, კარგი. ვერ გამიგე რა არის, მე აქ ის კი არა მაქვს. რა და რა ქვია იმას? რა ქვია იმას? აბანო. რაბანო. გამანებით თავი. ქეთევა, ეს დასაფლავების ფლავი დარჩა კიდე? ვაიმე. გათავდა. რამდენი დღე გვეყო? რამდენი? ესე იგი, შაბათი იყო, ხო? შაბათი კვირაში 6. 6. ხო, 6. ისე მაინც და მაინც მდიდრული სუფრა არ ქონიათ, რა? აი. ლაშა მიდირა კარი გააღე. მოდი ვახ. ვახო. ლაშა, გამარჯობა. ვაი, გამარჯობა ვახო. გამარჯობა კეთი. ისა კარები ჩამეკეტრა და იქნებ დამეხმარო რამ ესეთი არა გაქვს რო გავახოთ რა. კარები. ვაიმე ვახო, კარი ჩაგეკეტა ვახო, ვაიმე, დარჩი ვახო უსახკარო. ვინ არის? მე აქ არ ვარ. არა ხარ. მე აქ არა ვარ კი არა, თუ გამოვედი. ეს რა არის, რა გჭირს? კარები ჩამეკეტა და ვერ ვაგებ. არა უშავს ვახო ხა. ის კარი თუ არ იღება, სამაგიეროდ ეს იღება. წამოვა მანაფეთი. ვაიმე, არა, ხედავთ რა ხდება. ჯერ ლარსი ჩაიკეტა. ეხლა ესა, ვაიმე, ესე იგი, რამდენ უბედურებას უნდა გაუძლოს ადამიანმა, მე არ ვიცი რა ხდება ეს. კეთება. შენ ესე წვრილი თითები გაქვს და მიდი რა სინჯი იქნებ გააღო. მე ვაიმე, ვახო, აი მე ფქვილიანი მაქვს ხელები და აი როგორ გავაღო ვახო. კარგი რა კეთება, რა ფქვილიანი სუფს აკეთებ. ვაიმე, ვახო, ეხლა ხო იცი რომ ფქვილი მაქვს სახში და ნუ შემიყვან და ნუ გამომატანე. აბა, რა ქენით? ვერ აღებ? გაგაწვალა, აღარ მოგწონ შენი ახალი სახლი, როდის გადადიხარ? თამარ, მოდი ერთ თუთი მოიწიე. რა გინდა ახლა? რა? თამარ, ესე შენ ეხა ცოტა თავი რო დახარო ამ ღრიჭოში კი შენ. ხოდა შიგნიდან რო გაგვიღო კარები. ხაკანი. რა სასაცილო ანეკდოტებში ამოიკითხეთ?
თქვენ დაზარალებულო. არ მინდა. ეს თქვენი სახლის კარი შიგნით იღება? დიახ, შიგნით იღება. რას გაიღება? გენაცვალე გაიფსო გოგოებით ოთახი და აღარ იღება კარი. ხო. კარგი რა თამარ, კარგი რა. ესე მაინც არ გამოსულიყავ. და რა მიტყდა ამ დილაუთენიან ამის გადაყალიბდა. არა უშავს ვახო, რა პრობლემაა? ჩემ შარვალს გათხოვე. არა და შენ შარვალი მე ძალიან დიდი მექნება ასე. ვახო, ბოდი რა გითხრა. ამის შარვალი კი არ და ჩაიცო და შეხვიდა შიგნით და იწყო რა. მაი მეზე თქვა კარგი. თამარ. რა გინდა? თამარ. რა? ვახო, ესე იგი ჩვენ რახან ამ კარებს ვერ ვაღებთ? წამოდი დავლიოთ. დავლიოთ. რა დროს დალევა ამ დილადრიან გამაგებინი, რა დროს დალევა უჭირს კაცსა? რა? მაშინ ვიცეკოთ. რა უნდა იცეკვი, შენ რა უნდა? ხო და მაგას ვამბობ, მაშინ დავლიოთ. წამო რაღაცა. ისა ესე არ დაგწოვე ხო? ერთი წუთით ესა ვახო, მიცი რა გენაცვალე რაღაც მინდა გითხრა. შენ მე გამაგიჟებ ვახო, იცი? აი შენ ვახო, შენი სახლის კარი ვერ გაგიღია და შენ ჩემი დის გულის კარს გააღებ, ა? აი მართლაც რომ შენ ხო და აი ასეთი სიტუაციაა სანდრინიო. ყველაფერი მნიშვნელოვანი გავაკეთეთ, ყველა საქმე. გავაკეთეთ, ძიძა მომიყვანეს სახში. ძიძა ბავშვებს კარგად მიხედავსო, კარგად მოვლისო და ჩემ ბეღურას მეტი დრო აქვს ახლა, მეც მოგეხსენებათ და ესე იგი გვინდა სადმე წავიდეთ, მაგრამ ჯერ ვერ გადავწყვიტეთ სად. ირაკლი, მე ასეთ რთულ მომენტებში საუკეთესო რჩევას ვინ გაძლევს ხოლმე? ეს ვითომ? არა. აბა რა ირა. ახლა ყველანი ავდგებით და წავალთ კინოში. იცი რა მაგარია? შენ და მარიკა დაждდებით ბოლო რიგში. ჯერ რეკლამები გავა, მერე შოკი ჩააქრება და სანდრო. სხვა რამე რო გვირჩიოთ, არ შეგიძლიათ? კი, როგორ არა? აი წადით ვაკის პარკში გაისეირნებთ. მართალია ვაკის პარკში, იცი რა კარგია იქაც ირა. საქანელებია, სასრიალოებია, ამბის ნაყინი იყიდება. ამბის ნაყინი, არა, კარგია. არაჩვეულებრივია, მაგრამ ვაკის პარკში ვერ წავალთ. სანდრო, ვერ წავალთ, იმიტომ რომ ამ საღამოს მარიკას აქვს ზეიმი. ხო. ზეიმი აქვს, დეიქუდავი. აბა მაშინ მე რა ვქნა? ვიცი, სალომე რა გამახსენდა. იცი რა? აი იქ. სა? იქ. უი. უთხრა. რა, თქვი. ვაშლი ჯვარში წადით. სადო? ვაშლი ჯვარშიო? ვაშლი ჯვარში? ვაშლი ჯვარში. რა უნდა ვნახოთ, სანდრო? გესმის სალობე, ვაშლი ჯვარში რა უნდა ვნახოთო? არა და რამდენი რაღაცაა სანახავი. ხო, იცით რამდენი რამე მახსენდება. არვის ამბორი. რაო? კარვის სამბორიო? მოიცა, სანდრო, ვაშლი ჯვარში კარვით იყავით? სანდრო, პრობლემა არ არის, ჩვენ გავალთ თუ გინდა. არა, ირა იყავით სად გახვალ. კი ბატონო. ვეიდეთ. გამარჯობა. არა, იყოს მე. ნანო, რაკენი? გაკლიბე აპორნი დისკები? არ გამახსენა ირაკლი. თქვენ რა შვებით ის მითხარით, რასაკეთებ? ნუ ვიცი, ჩვენ კარგად ვართ, იმას ვფიქრობდით, ახლა დღეს საღამოს საწავიდეთ. ვაიმე, მაგაზე გეძებდით ზუსტად. ხო, აი ნახე, ჩემი მანქანის ხელოსანი როა, ხო იცით არსენა? მაგან მომცა ბილეთები ბალეტზე. წავიდეთ რა ერთად. მოიცა, ნანო, რა მაინტერესებს იცი?
არსენა ხო? ხო, არსენა. არსენას ბალეტის ბილეთები რატო ქონდა? არსენას რატო ქონდა და ერთ ოპერის მომღერალს გაუკეთა შიდოგი. და იმას კიდე ფული არ ქონდა რომ გადაეხადა და ბილეთები მიცა. ხოდა არსენამ კიდე მე ამ საღამოს არ მცალიო, მატორის კლაპნები უნდა გამოვჩარხო. ეს ბილეთები მე მომცემი შენ წადი ოპერაშიო. საყვარელი არსენა. არა, ანანო, სამწუხაროდ მე ვერ წამოვალ. რატო? ვერ წამოვალ, იმიტომ რომ ძალიან რთული ოპერაცია მაქვს დაგეგმილი ესეთი საკმაოდ იშვიათი შემთხვევა ეს პორტო კავა რა ვიცი თუ გადავირიე. არა, მე ახლა ვფიქრობდი. ვიფიქრე, მარიკუნა, ბალეტი არ არის. კარგია ბალეტი. კარგია ბალეტი. ანანო, არსენას ესმის ბალეტი? სალომე, აბა რას ამბობ ესე იგი სპრისკში, მატორში და ბალეტში არსენ არის პირველი ქალაქში. აუ, წამოდი, ცოტა ნახე ლოჟაშია, იცი რა მაგარი ბილეთებია. მე არსად წამომსვლელი არა ვარ, დამანებებს საუბრობ. რა რატო ირაკლი? თან მით უმეტეს ლოჟაში არ დავждები. რატო რა ლოჟა რა არის? რა რატო? ჯერ დააკვირდი რანაირი სიტყვაა ლოჟა. აი მე ანანო და არსენამ ბალეტის ბილეთები გაინდომეთ შენ რატო მოგცა? ეს მართალია, ჩვენ გვაინტერესებს ეს პროფილაქტიკის ამბორი წყوار იყო. რატო ეგეთ ვიქნა? ვიხუბრე, ბაბათი, წავიხუბრე ცოტა. რატო მიცა არსენამ ბილეთები ანანოს მარიკუნა, იმიტომ მიცა რომ არსენა, ნახე დიდარს წაართვა და აღებს მიცა. რას მეუნები? არ გაგაფრთხილე შენ? ხო გეუბნებოდით მეც და ვიკაც. არ დაგვიჯერე არც ხო და იყავი ახლა ეგრე. არა მე შენ მე გითხარი შენ. კი გითხარი. მოიცერთ ბავშვებს შევხედა, მოიცერთ. შენ უთხრა. აი მე ნახე ერთხელ. აი არ გამა. რა ამბებში ხარ თქვენ ესე? კაი არა უშევთ არ ნერვიულა ხარ შემაგაზე. გამარჯობა. 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 მე მარიამი. მარიამი? ნინი სადა? მოიცა ეხა შენ რა გინდა მითხრა რომ მე ამდენი ხანი მეძინა? გავიცნოთ ერთმანეთი. ძიძა. პიცა.
დიახ, მე ძიძა ვარ დღეს ამიყვანეს. ესე იგი აგიყვანეს. თანხაზეც მოილაპარაკებდით ალბათ, ხო? მაგრამ ეხა პრინციპში ირაკლი ვერ გადაიხდის უმუშევარი, ესე იგი რა გამოდის მე უნდა გადავიხადო. ეხა ნახე, ესე იგი ბიძამ ძიძის უნდა გადაიხადოს, დავარი? ყავს. ეხლა შაქარს მოგიყვან. გემრიელია. ესე იგი ირაკლი გაიცანეთ. კარგად ვერ გავიცანი, მაგრამ რაღაცა საინტერესო ადამიანი ჩანს. საკმაოდ საინტერესოა. ხო? თავადებით არის რა. უმუშევარია. ქეებსა და დროს ტარებას არ იკნებს. კიდევ კარგი ეს ფოეები არ უყვარს. ნაჯიგიძე? ბანდო დავით. ეს მე და ჩემი მეუღლე ბალეტზე მივდივართ. ესეც დაიწყო ხა რა. აბა როგორ არის საქმე? პაწუკები როგორ არის? მე ვარ გაგაბრაზე. აი რა არაჩვეულებრივი ბავშვები არიან, ჯერ არც კი გაუღვიძიათ. კი. და მე რაღაცა 2 წუთი გამომიჩნდა და ყავა დავლია თუ. არა, რა პრობლემაა? დალია. მარიკა. კარგი რა, გეხოცები. ეს შოდის თქო და შემიძლია რა გავივლი მე მიყურებს გამოვივლი მე მიყურებს მე შეგია რა მარიკუნა მეგეთქვით ეთყობა რა ხდება იცი ეს ქალით შეწუხდა ამის ყურები ვა შეწუხდა და თან ფიქრობს როდემდე უნდა იცხოვროს ამ ბიჭმა ამ ოთახშიო ზუირაკლი? კი. და ოპერაში როგორ უნდა შეიპარო მომიყევიერ? გადი მიდირა. კარგი მომეცი ეს აქ მომეცი. მარიამ, წამოდი შენ უნდა გითხრა რა უნდა გავაკეთო, მანამ მე დაირეკე ოპერაში. ვიქნები. ბიძამ. ვეხა ირაკლი პრინციპში უნდა წახვიდე. ბალეტზე. აბა გადატვირთული ხარ ძალიან ხუმრობა კი არ არის ამ ოთახიდან გამოხვიდე იმ ოთახში შეხვიდე მე იმ ოთახიდან გამოხვიდე ამ ოთახში გადაიფიქრო აბაზანაში წახვიდე მე აბაზანიდან გამოხვიდე აივანზე გახვიდე აბა ეს რთულია მიდი გადი რა მიდი გადი რა დამაწყვიტე ნერვები რა ნერვები ეს იგი ბალეტზე მიდიხარ ხო ირ აი ხო მივდივარ ბალეტზე არაფერი რა არიცი ზიგი შენ ეხა იქ დაждები და ხელში უნდა გეჭროს მონოკლი ხო მე რა ირა ხელში მონოკლი კი არა 2 აგური მესამე შეძებდი მიდი გადი და დამოწყვიტე მართლა დათო ნერვები რა როდის უნდა დაიღალო მითხარი ერთი რა აღარ უნდა დაიღალო ჩემი გაჭირვება მეყოფა კაცო სამსახური არა მარტო ბალეტებზე დავიწყე სიარული ბალეტზე მიდიხარი როეში დიახ საცმოს გარეცხავ, მე გაფენ, რასაც ჩამოხსნი გააუთო, საჭმელიც უნდა გაუკეთო. აი, აქ ყველაფერი წერია, აი სია და რაც უნდა გააკეთო, აქ არის ყველაფერს გავაკეთებ არინერვიულად. რა გინდა ეხლა, რა მოიფიქრე კიდე, რა გინდა? ლუდი. რა ლუდი?
ეგრე რა. ხო შეგძლებია ხო გინცლი ის ვესტა ესე მოდი რამდენი სამი დიდი ბოთლი აი სამი ბოთლი აი ეს ლუდი აუცილებლად წავედით ახლა ჩვენ დათო ხოდე მარიამი არ გააბრაზო წესერად იყავით წავედით ჩვენ დათო ეს კარგად ფალეძე მივდივარ მე ირა ოპერიდან რამ წავამიგერა წამოგიღებ აუცილებლად წამოგიღებ დარტანიანის ფორმას ემებს გულაშებს მოუხდება აი კარგად დათო გეხოცებ მაცი ვარ სწვენია მიდი რა გამომინა ორალომაზია სალომე ხო ნახე რა კარგად აკეთებს ილეთებს ნელა არ დაგივარდეს რა საკეთებს ირა შეხედეს სანდრო სიცხული რა ირა სიცხული შეხედე როგორ უჭირავს ის გოგო რა გავარდეს რა უნდა ვქნათ ირა ისე აღერა გოგო სანდრო რა კარგი ბიჭია ირაკლი გახსოვს რა დრო იყო შენც აი ისე რო ჯდებოდი შპაგატში მარიკა ეს რა გამოთხრა ყველას არ დამბუყო იგამატია მოდა მორჩავს დამ აქ არ შეიძლება ხმის ამოღება ვიცი ხო ისე სანდრო პრინციპში შენთვის გარეთაც არ შეიძლება სანდრო შეხედე ის კაცი რა კარგად ცეკვავს მოიცინი სირცხვილია რა არის სირცხული შეხედე რა აცვია ო ვიცი მარიკა მაგით დაბლ ხმაზე დავაყენე ხო მამიკო ხო იცი აივანზე ვზივართ ხო არა არ დადავიწევი არა სანდრო ეს აივანი არ არის აბა კუპე რა კუპეა კარგი მამა წავედი ირა ნახე გოგია ქვევით გოგი შენი გოგი აგი აი გამოიხელე მაგინა ხა მე რა მოწე მე დამინახა არ ვიცი რა ვიცი მოწე ალო გოგი ხო გოგი ცი რაღაც საქმე მქონდა აქცალია მე ურთულესი ოპერაცია იყო ვაი ხო აქ ვარ მე კარგი ნაგირე გავბერე ირა მე უხერხულება მაგრამ უნდა გკითხო ეს მუსიკოსები ორმოში რატოს ხედა აი სანდრო აი ასია ეს ცხოვრება მოწყობილი ხელოვან ხალხს არაფასებენ ჩაყარეს ორმოში ზემოდან უყურებს და ირა ის სამალი მე ხატავი ანანო უყურებ ამდენი ხანია და ეს მაგნატონა რომელია მაგნატონა სანდრო ხო იცი რომელია მაგნატონა არ ვიცი და გეკითხე აი უსმინე მაგნატონა არის სანდრო აი მუსიკოსებთან რო დგას და ჯოხს რო იქნას ხო ხედა ეგ არის სანდრო მაგნატონა სალომე შეგადე მელოდი მაგნატონა სანდრო სანდრო ბრავო
პასუხი შემოვახო. მიდი, აბა, მიდი. გადაიღეთ, მიდი, გამარჯობა. გაუმარჯოს. ვით, ბახო, გინაცვალი, აბა, შენ ახლა ჩვენი სტუმარი ხარ, გადაიღე, სანამ ცხელია, თავიდან აღარ გამაცხელებინო, ვახო. მიდი, ლაშა. მოიცადე ერთ წუთი გავიხედავ. ერთი წუთი მოიცადე. ბიჭებო, თამარი მოვიდა. ბიჭებო, აბა, თქვენ იცით, არ შედრკეთ, გამაგდით, როგორც მიდი, ბიჭებო, აბა. ვაიმე მოვიდა ჩემი და ლამაზი და ხატული ჩემი ზეთუნა დაღლილი ვარ ქეთევა. თამრი, შეთვის სიურპრიზი მაქვს. აიმე რა. თვალები დახოჭე? აიმე, მაცი ვარი. თამარ, შენ ოღონდ უთხარი და მაცი ვარიც იქნება და რა ვიცი, ხარიცხი მაგარი. ხილო. აბა, ვაიმე. შენ გადიხარ ხო? აბა შენ შემოდიხარ. თამრი, მომისმინე თამრი, ერთი ღამით ჩვენთან დარჩება ვახო. კარი ვერ გააღო ადამიანმა და გარეთ ხო არ დავტოვებდით. აი აქ დაიძინებს. რას ნიშნავს აქ დაიძინებს? ხო იცი რომ მე მძინავს აქ. დაო, მესმის მაგრამ რა პრობლემაა? რა პრობლემაა? შუაში ჩაიდეთ ხმალი ძველად მოიწოდეთ. მომიშალეთ ნერვები რა შემოვდიოდი აქ კი არადად. ეხლა კარები ჩაეკეტა ჩამისახლდება აქ, მერე იატაკზე ლაქი უნდა წავსოს, მერე კედლები უნდა შეხებოს და მერე მანქანები, მერე სიგნალები, მერე კაბანთებში გატეხვა და აი შენი ფუმფულა მომაშორე. მოდეში მე ხმას აღარ ამოვიდა. მიდი, ეხლა ხო არ დაველაპარაკე. მიდი, ხო ჩამარ. ნაგიდა! მათე გეძახის ქვემოდან ოღონდ. ნაგიდა! არ მინდა შენი შეხსენება. რა შედი? მოდი რა გინდა. შენ რა მაგინდა? რას მილოცა? ამოგაძრობენას. იკისრებ კარგად თუ ჩამოვედი მან. მომისმინე, ამილაპარაკეთ მთელი კორპუსი და ეზო. მომისმინე, ან მე, ან ეს. ეს? მოიცა, ლაშა, მოიცა. მოდი მე გავალ გარეთ დავიძინებ. პრობლემა არ არის. ვაიმე, არა, ვახო, რას ნიშნავს პრობლემა არის, ჩემო კარგო, შენ დღეს ჩვენი სტუმარი ხარ და ამ ოჯახში ყოველთვის ვიცოდით სტუმრის პატივისცემა. თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ ოჯახში, ვახო, გენაცვალე. ეს ბაჟბატონი საკუთარ ოჯახში როგორ იქცევა, მე კარგად მახსოვს. ხო? მეც ხო. ხო, გახსოვს? ხო. რას თია კარებს ვერ აღებთ? რა ჩაიკეტა ესეთი რომ კარი ვერ გააღეთ? თამრი, მომისმინე, ჩემ და მაინც არ დარჩება? ნონა, როგორ ხარ? მე ვარ გოგო. ვაიმე ნონა არ მკითხო, აი ახლა მთელი დღის განმავლობაში ერთი წუთი ვნახე რომ ჩამოვჭდა. ხო, რა შვები მითხარი მეჭორავე როგორ ხარ? ხო, ყველაფერი კარგად. მე რა ვიცი, ნონა მუშაობა აღარ შემიძლია. ხო, შენები? მე ძალიან მომენატრე. ძალიან. ხო, კარგი. შენ კიდე ტელეფონს ლაპარაკო? დაძინე ბავშვი. მე დავაძინე და შენ ჩუმად ლაპარაკი არ დაიწყო. მსახში ხო არაფერს არ გაცდიან რა. ხო, რაო? არაფერი იმას ველაპარაკებოდი ულუაშაროა. ნუ ნაივანზე გავალთე აქედან შეუძლებელია ლაპარაკი. ხო. და თუ კარადასალაგებ? ოჯა, აი გენი შეწყე მან. აი მე ჩემი სერიალი წადა.
შენ არაფერი არ გაქვს გასაკეთებელი? ვიმე როგორ არა დათო უამრავი საქმეა. დათო. ნა. ბარე მან ხარ და გეხვეწები რა სარეცხის მანქანაში შეყარე სარეცხი. ჭიქა ნახევარი ფხვნილი მიაყარე ჩართე და მე მივხედავ. მეტი არ უნდა არაფერი. შენ მიხედე შენ საქმეს ბავშვები გაიგუძებენ და მოშივდება. საჭმელი გაუგეთი. ო საჭმელი. დათო. მე რაზუზინა ეს. დათო. დათო. გეხვეწები გაზია მინთერა და ეხლა ვემოვა. დათო მარიკა ბუარიცი ქვაბისა წაიღო. ხო და დადგი მერე და მივხედა. ეხლა მე მიდივარ ჩემთან ოთახში. არავინ არ გამოგვიძოს იცოდე. შენ ოთახში მიდიხარ? დიახ, ჩემ ოთახში. გეხვეწები, წეღანო სარეცხი გარეცხი გამოიტანე ის სოლეტან საცმელი ჩადე ტაშში და იმან დადგი მე მივხედავ მერე. მიდი რა აჰა. ოხ, დათო, ოხ, რა ზარმაცი ხარ რა დათო რა. აი ამდენი საქმე დამიტოვა მარიკამ. აი არ გეცოდები რაღაცაში მომეხმარე რა. რა უნდა ეხა მაგას გაფინე და მე მივხედავ რა მანდ ხარ. როგორ ხარ? კარგად. ხო დუოთ მოგენი? კი, რა კარგად ამიხსენ მიცექმავე. ხო? რეჯი, მაგ არა მაგარი სახლია? ძალიან. კი. როგორ ხარ მიხარ? დაიწყო ეს. გაიცანი ეს ნონა ჩემი დაქალი ეს დათო. სასიამოვნოა. ეს სადმე ჩამოკიდე რა. მართლა არასასაცილო უბაშებია. ორი ერთზე ხო? ერთი წუთი. არ მიაქციო მას ყურადღება მხატვარია და ეგენი ხო იცით? ყავას ხო დალევ? აუ კი. აი ხა მიდი. აი არა მე მგონი ჭიქებია გასარეცხი. საი ყავა უნდა დავლიოთ. ძალიან კარგი, სხვათა შორის ეს ყავა შემოყანილია. უი, ხო და მოდი დათო. მოდი. შენ უკეთ გეცოდინება რამდენი კოზი უნდა ჩაყარო და რაღაცები. კაი გაგვიკეთე ორი ჭიქა. უშაქრო. ხო. ეგრა მაკლია ახლა ჩემი დათუნას თავი ვინმეს დავაჭარბე. თამარ სასიამოვნოა ჩვენთვის. სასიამოვნოა ჩვენთვის. თამარ. ყავას დალევ. აბა. ხო. მიდი ორი ჭიქა ამოსარეცხი, ამორეცხი და დათუნა გაგვიკეთე. შენი ნერვები მაქვს ახლა, რა ზუსტად. დათო, ხო იცი რა ჩემი გაჭირვება მეყოფა, ამატყურებას ნახოს ვუყურო მირჩევნია. რა შემომიყვანე დამავანძღინე ეს ხალხი, გამანებელი. აბა, გაიქცა. მიდავრეცხო ხა ეს ჭურჭელი. ეს უკაცრავად. ბოდიშით რა, ბოდიშით თუ შეიძლება. ეს კაბოტონო ნონა ხო? კი. ისიაც მომეცი რა ერთი მარიკამ რო დაგიტოვა რა დაგჭა გაუკეთებელი და ბარემ ყველაფერი გამიგეთებია. ო, გაგიკეთებია.
გააკეთა. უდი დარჩა ამოსატარი. უდი დარჩა ამოსატარი. აი მე დათუნა მე კი ჩავიდოდი, მაგრამ ამდენი საქმე გავაკეთე, აღარ შემიძლია სტუმარი მყავს. კარგი რა. სიკრიში. ამდენს აი, ჩვენ მოვედით. აბა როგორ არის საქმეები? აი ძალიან კარგად. ხო? კი. ნუ, ძალიან კარგი. არაჩვეულებრივი ბავშვები არა. თქვენ როგორი დრო გაატარეთ? კარგი. არაჩვეულებრივი წარმოდგენა იყო. არაჩვეულებრივი მაკნატუნი. ესე იგი რა უი. რა პადედის მას რა ქვია? გრაცია. არაჩვეულებრივი. აი მე როგორ მიყვარს მეც ბალეტი. გაყოლოდი მე. დასაპარაკობ დათუნაბა, აქ ამდენი საქმე იყო. ბავშვებს ვაჭამება, ბანავე, გაურეცხე. შემდეგ ახალი საჭმელი გავუკეთე. ოთახების რო გამოგავე არ დაგავიწყდეს. ძალიან კარგი იყო ჩახ მარიამ. ირაკლი მე მარიამს უკვე მოველაპარაკე და წინასწარ უნდა მივცეთ ერთი თვის თანხა. თანხა. კი. მარია. აა დათო ძიძას ფული უნდა მივცეთ. აბა რა უნდა ისაკ. უნდა მივცეთ. ხისია და იმიტომ მე თუ მკითხავ. უფრო მეტიც უნდა მივცეთ. კარგი რა ქეთევან, კარგი რა. რა მოგაგონა ეს თამაში, რა დროს ფურთია მითხარი. ამტკივდა თავი. რატო საინტერესოა ძალიან და მე მგონი წააგე. წააგო აბარაქნა, კარგი ორიანი და კარგი ათიანი მე მყავს. მიდი თავიდან დაარიგე, მიდი. დავარიგებ, ოღონდ ეხლა შევცვალოთ ჩვენი შეთანხმება. ვინც წააგებს? ხო, ისჭამ საჭმელს. საჭმელი. ხო. კარგი, ხო ეგრე იყოს, მაინც მთელი დღე მაგასაბო. ესე იყოს. ისა, მოიცა. აი, შეთანხმება იგრძელი რჩება. ვინც იგებს, ისჭამ საჭმელს. ვაიმე. კატი არა ურიო. რა მოხდა? ვაიმე, თამა. აი, რა კარებს ვერ ვაღებ. მიდი შედი და დაიძინე ერთი კვირა. ეს ხო სხვათა შორის კარგი საწოლი ქონიათ. ხო და შეგიძლიათ ორივემ ერთად დაიძინოთ და შუაში ხმალი ჩაიდათ, აი ესე ძველად რომ იცოდნენ ისე. ვაიმე, მე შემოვიდე, მე შედი. ვაიმე, მომეცია. წაიღე, არ ვიცი რა. აი, ფურთი.